მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით დაგიბრუნდით eFootball-ის ახალი განახლებით. ხო, გამოვიდა ახალი ვერსია eFootball-ის და დაემატა Master Liga და კიდევ ძალიან ბევრი რაღაცეები. მოდი, ყველაფერს დეტალურად, რა თქმა უნდა, განხილვას ყველაფრისას გავაკეთებ თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა. და თქვენ იქამდე შევახსენებთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ზარზღილაკი და ძალიან დიდი მადლობა ყველას წინასწარ. მოკლედ, ნახოთ აბა დანარჩენი არაფერი არ შემოწმებია, ერთადერთი Master Liga-ში ვიყავი მარტო ერთხელ. გადავხედე რა იყო, როგორ იყო, რომ ცოდნო და სწორი ინფორმაცია რომ ესე რომ ვთქვათ, გამეზიარებინა თქვენთვის და დანარჩენში ანუ არსად არ შესულა რა, არც ვიცი რა არის გამოსული, რა არის დამატებული, არც მითამაშია ჯერ და მოდი ერთად გავტესტოთ ეს განახლება. აი, ნუ პირველ რიგში მე მაინტერესებს, აი აქ რა ფეხბურთელები არის დამატებული, იქ რამოდენმე კი ვნახე, მაგრამ ნუ როგორც ვარაუდობდნენ, ხო, Eden Hazard, Zlatan Ibrahimovic და Pepe. Eden Hazard 104-იანი, Zlatan 103-იანი და Pepe 102-იანი. ნუ კარგი ქარდი არის ესე რომ ვთქვათ, არ არის რაღაცა კატასტროფა და რაღაცა. აქ ნახოთ რა ხდება. ნუ აქ Fernando Torres და Iniesta არის. კაი, ნუ ამის ერთი გასახსნელი გვაქვს, ხო? კი ბატონო, ერთი გასახსნელი გვაქვს ამისი. ამის ერთი გასახსნელი. აქ Worldwide-ში ნუ Haaland-ს ვხედავ იქ Dembele-ს და Çalhanoğlu's. და კიდევ რაღაცები დაემატა რა. აი ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად. ეხლა ამის გახსნას ცალ-ცალკე არ დავიწყებ ძმებო. ანუ ეხეთ აი სტანდარტ პლეი, ბიჭო ესეთ რაღაცას უშვებ ვითომ, კაი, ვითომ ეგეთ კარგ რაღაცას უშვებ რა. სტანდარტ პლეიერები მაინც არ ჩააგდო, აი რა ვიცი, რამოდენიმე გასახსნელს გვაძლევ რა, რამოდენიმე გასახსნელს მაინც გვაძლევ. არ ჯობია რომ აი ერთი გასახსნელი მოგცე, ორი გასახსნელი მოგცე და selection-ი იყოს, ფეხბურთელი რო ავირჩიოთ ჩვენით, რომელიც გვინდა. ამას მე ყურადღებას არც ვაქცევ პირდაპირ 6-იანს გავხსნი რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს ეს დიდად, მართლა არ მაინტერესებს. კაი, ეს დავსკიპოთ. გადავიდეთ ახლა ჩვენ უკვე new event available Master Liga. ბიჭო, აი როგორ მომენატრე შენი. როგორ მომენატრა Master Liga, ბიჭო, აი ძალიან მომენატრა მართლა. და პირველი მატჩი არის მადრიდის ატლეტიკოსთან. ამას მე ჯერ არ ვითამაშებ, თუ ვითამაშო სატესტო მატჩი. ხო, game plan ესეთი გვაქვს თავიდან რა. მწვრთნელი ყავს ლომბარდი, კიდე ლომბარდი მინდოდა. და 4261 გვაქვს სინერჯი. აქ 4261 სინერჯი არაფერი არ არის. იმიტომ რომ საერთოდ არაფერი არ არის, ხო? ასევე აქ რა ხდება ეხა? ესე იგი სუპორტერე ვარცი, აი აქ ეს არაფერი არ არის იდეაში. Team management-ში რომ შეხვალ, აქ შეგიძლია ეგეთი რაღაცა რომ ვქნა რა. Sign players and managers შეგიძლია გაყიდო და შეგიძლია აქ ეპიზოდებად, აქ season kick-off-ით აი ეგეთ რაღაცებს გეუბნება რა. ხო, აქ რა შეგიძლია? Dream team player-ები არის, dream team manager-ი, standard player და standard manager-ი. ხა რა ხდება რა? თქვენი გუნდში ფეხბურთელები რაც ყავთ, აქ შეგიძლიათ ისინი შეიძინოთ, ესე რომ ვთქვათ. Diego Forlani ყველაზე ძვირი რატო ღირს არ ვიცი, მაგრამ კაი. აქ ეხა მაგალითად მე შემიძლია რუმენიგი ვიყიდო 816,000. ხო, თქვენი გუნდის შემდგომ აქ არის თქვენი მწვრთნელები, ვინც ყავთ. აქ არის უკვე სტანდარტ პლეიერები და აქ არის უკვე სტანდარტ მენეჯერი. მოდი დავიწყებ პირდაპირ ატლეტიკო მადრიდთან თამაშს. 75% ფიქრობს რომ ატლეტიკო მოიგებს, 13% ფიქრობს რომ ჩემი გუნდი მოიგებს და დანარჩენი რას ფიქრობს არც არაფერს. კაი. კარგად იწყება ძალიან, მშვენივრად იწყება მართლა. რა სიძახი. აქ თამაში, ერთი წამით, აქ თამაში არ შემიძლია, კაცო, ეს რა პონტია. კაი, მოდი, ყველა გავაძლიეროთ. ეს რა პონტია? 100,000 საპორტერი გვყავს. 3-0, 2-1, 5-0, 1-1 დაასრულა რეალმა. სამწუხაროდ ჩამოვედით მე-19 ადგილზე. The transfer window has opened. Okay, სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნაო.
აქ 3-0 წავაგეთ სამწუხაროდ. აქ რა ხდება? user ანუ აქ გასაგებია შო, მივხვდი, ანუ მარტო ერთი მატჩი შეგიძლია, რომ შენ გააკონტროლო შენი თიმი. ეს ცოტა ცუდია. იმიტომ რომ ეს შემიშლის ხელს ალბათ აი ამ Master League-ის კონტენტის გადაღებაში, იქიდან გამომდინარე, რომ შენ არ თამაშობ, არა. ანუ ვერ დავიწყებ ესე იგი Master League-ას. არა და როგორ მინდოდა. მართლა ძალიან მინდოდა, მთელი გულით მინდოდა Master League-ის დაწყება. Starter transfer window. დავიწყოთ სატრანსფერო ფანჯარა, აბა ვნახოთ. სტანდარტ პლეიერი. Lamine Yamal. დავითრიოთ, რა თქმა უნდა. კი ბატონო, Lamine Yamal დაგვემატა გუნდში. ჩემ პლეიერები არ შეიძლება რომ ვიყიდე ჯიგარო. ჩემ პლეიერები ძალიან. ოპა, შემილია Karl-Heinz Rummenigge. აბარა. Просто ეხა ძალიან ბევრი დამაკლდა. და ეხლა ორი წამი მე მაინტერესებს ესეთი რაღაც რა. აი, აქ ავწიოთ. მაღლა. სულ ზევით მაღლა და აი ესე. და ორი შემტევი იყოს. და იყოს ერთი DMF-ი რა. და ესა ხო. ეხლა თავიანთი პოზიციები კერდა. ხო, EMF-ზე გადავიყვანოთ ესა, ეს left-ი არის, ეს right-ი არის და აბა ვნახოთ. 5090-მდე ავიდა და რა? Rummenigge არ შემოყავდა ჯიგარს. რა ჯიგარია? თან ერთი ბუსტერიანია, რატო ერთი ბუსტერიანი? კაი, აბა წავიდა. 5177, 58% ფიქრობს რომ ჩვენ მოიგებთ, 23% მოიგებს, ისა ფიქრობს რომ Levante მოიგებს. აუ, როგორ მინდოდა Master League-ის გადაღება ძმებო. ჯანდაბა რა. ეგ არის 3-0 მოიგო. Karl-Heinz Rummenigge-მა დუბლი შეასრულა, Lamine Yamal-მა 27 წუთზე გაიტანა და 3-0 დავამარცხეთ Levante. აი, მაგარი გამიტყდა ეხლა რა. ანუ მართლა ძალიან გამიტყდა, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა კაცო Master League-ის გადაღება. მართლა ძალიან მინდოდა. ანუ ეხლა ესე გაყურებინოთ, პროსტა აი იმან 3-0 მოიგო, ამან ის მოიგო 3-0. კაი, user control დარი. ბაზარი არა აზმაო, ეს ვითამაშოთ და თან გავტესტავ იმასაც თუ ესე ვთქვათ, რამდენად consider stamina player stamina სტამინაზეც არის აქ დამოკიდებული, გასაგებია. ნუ სტამინა ჯერჯერობით ნორმ და ხო მე ვითამაშებ ამ მატჩს. რა თქმა უნდა ლეგენდაზე. დამერხა, მაგრამ არ აუშავს. და აი აქ უკვე მაინტერესებს როგორ, რა დაამატეს ახალი. აბა ვნახოთ, როგორ ვითამაშებთ. ნუ ამ გუნდით ახლა კლასიკ თიმებს არ ამგონია რომ მარტივად მოუგოთ, მაგრამ ნუ ხო რა. კაია, ვალენი კარგად თამაშობს. გაუყოლოთ აქა და გავიტანოთ. ეგ არის. აბა რა. 1-0 გაიხსნა ანგარიში. ძალიან კარგი გათამაშება იყო. ნირასაკიმ გაიტანა პირველი გოლი და გახსნა ანგარიში მატჩის მე-10 წუთზე. ვნახოთ აუცილებლად განმეორე, აქ რამე ანიმაცია, რამე ახალი ხარ დამატეს, მაგას ვაკვირდები. ვნახოთ განმეორებით ეს მომენტი, კარგი გათამაშება იყო, აი აქ კარგადაც დავინახე კიდევაც. და ჩახვევა მინდოდა, მაგრამ ეს რა ჩახვევა იყო, წარმოდგენა არ მაქვს, ამიტომ 1-0. ოპა, აქ მეორე გოლი შეიძლება რომ გავიტანო, რა თქმა უნდა. ოიმე. ფუშენი. ხო, კიდე აი ეს რა ქვია მაგას, დაცვის ტექნიკა გამოასწორესო. აი ეს კარგია, უკნიდან რო ჩეხავდნენ იმ დროს ეს რა ქვია მაგას, ეგეც რო დაამატეს ძალიან კარგია რა. უკნიდან რო ჩეხავდნენ იმ დროს ხო არაფერი არ იყო. ეხლა ყველა ვარიანტში ჯარიმა და ყველა ვარიანტში ან ყვითელი ბარათია, ან წითელი ბარათი. გააჩნია როგორ ჩაუსრიალდები. აი ეგ ძალიან კაია, ძალიან მომწონს. აღარ იქნება იმაში რა ქვია მაგას ფუშენი დივიზიონებში აღარ იქნება ტვინის ჭამა. ბიჭო მოიშორე მალე რა.
აბა, ლამინ იამალ. იამალ! ბრავო, ბრავო, 2-1 გაიჭრა წინ ჩემი გუნდი. კარგი იყო. კარგი შეტევა იყო. და შვენივრადაც შვენიერი გოლიც გაიტანა ლამინ იამალმა. განმეორებით ნახოთ, არ იყო ესეთი სასწაული გაყოლებაც ეგ, მაგრამ კარგად ჩააბზრიალა. ეგ არის 2-1 გავიჭერით წინ უკვე და 31 წუთი არის ამასობაში. რა თქმა უნდა, მარტივად მოტყუდა. გადავრჩით, კიდევ ერთხელ გადავრჩით. ოთხი წუთი მატჩის დასრულებამდე. და ეხლა ამდენს ვიჩალიშებ, ამდენს რაღაცა და შემდეგ მატჩს მაინც წააგებენ. რომე გაჭიმა ერთი რომე. რანაირად ვერ გაჭიმა ბიჭო. მაგრამ სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს, რა თქმა უნდა, ეგეთი მწვრთნელი რო ყავს, გვეტყობა კიდევაც რა. ვახ შენი. ეს ვინ არის? ვალენი. კაი, 2-1. მოვიგეთ. აი ამ გუნდის წინააღმდეგ. შვენიერი იდეალური გადასარევი გენიალური ძმაო. და ეხლა მთავარია რომ არ წავაგოთ შემდეგი ხელები. ხო, გაძლიერდნენ ჩემი ფეხბურთელებიც რაღაცა ესა და უკვე 620,000 საპორტერი ყავს, რაც ძალიან კარგია, ძალიან კარგი არის. ხო. მეხუთე ადგილამდე ამოვიწიეთ რა. რეალ მადრიდი ჩავიდა მე-9 ადგილზე, საინტერესოა. ხო, ძმებო, ამის მერე უკვე აღარც მქონდა სურვილი იმისა, რომ გამეგრძელებინა მასტერ ლიგა. მეგონა რომ რაღაც ნორმალურს მაინც დაამატებდნენ, თუმცა სამწუხაროდ რა თქმა უნდა, ეს ხომი ფუტბოლია. ამიტომ დაელოდეთ მომდენო ვიდეოს, აღმოაჩინე კიდევ რომ რაღაც ახალი სკილები დაემატა, გეიმპლეის რა თქმა უნდა მოგიძღვნით ერთ ვიდეოს გეიმპლეისას და დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზღლაკი, მე კიდე გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye bye.